მოგესალმებით. ამჯერად ვისაუბრებ იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომლის არცოდნაც ძალიან აზარელებს განურჩევლად ყველას. მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიის ან თანამდებობრივი მდგომარეობისა და მატერიალური სიმდიდრის მფლობელია. საკითხი ეხება ადამიანური ფენომენის იმ სახეობას, რაც არის განსაზღვრელი ადამიანური სიცოცხლისა და წარმოადგენს რიცხვ 154,000-ის შესრულებას. ვინც ბიბლიის მკითხველია, მათ აუცილებლად ეცოდინებათ გამოცხადებაში მოხსენიებული ეს ციტატა: რიცხვი ადამიანისაა. სწორედ ამ ცნობის თაობაზე უნდა მოგახსენოთ ახლა და ავხსნა ის, თუ რა იგულისხმება მასში. რას ნიშნავს რიცხვი ადამიანისაა და რას წარმოადგენს რიცხვი 154,000? ჯერ ამის შესახებ ვისაუბრებ ძალიან მოკლედ და კონკრეტულად, რადგან მასზე დაწვრილებითი ცნობები უკვე წარმოდგენილი მაქვს უფალია ჩვენი სიმართლის წიგნებით. აქ კი ვეცდები მის გაშუქებას ისეთი უბრალო ენით, რომ საყოველთაოდ გასაგები იყოს. განსახილველი საკითხის განცობა კი მინდა დავიწყო ასეთი კითხვით. ვინმე დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ ითხოვს უფალი ჩვენგან? არ იცრუო, არ იკურდო, არ იმრუშო, არ კაცკლა, პატივი ეცი დედმამას, გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მცნებების დაცვას. შესაძლოა კი, რომ ვინმე მართლაც დაფიქრებულა მის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჭეშმარიტ პასუხს ვერანაირად იპოვიდა. იმიტომ რომ ამის შემძლეობას მხოლოდ ის ცოდნა იძლევა, რომელსაც ადამიანური ფენომენის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა ჰქვია და მისი მფლობელი კი აქამდე მხოლოდ იესო ქრისტე იყო. იმ დროს მან ვერ აუხსნა ხალხს ამის თაობაზე, იმის გამო რომ ადამიანური შემეცნება ზრდასრულობის ისეთ დონეს არ იყო მიღწეული, რომ მისი გაგება შესძლებოდა. ამჟამად კი აზროვნება უკვე იმყოფება მისთვის დადგენილი ნორმის სასულ სტადიაში და ამიტომაც დაიბარა იესომ, რომ რა ცოდნასაც მაშინ იგავების სახით წარმოადგენდა, ამ დროისათვის მათ გაცხადება პირდაპირი ახსნით მოხდებოდა და როგორც ხედავთ, ეს ასეც ხდება კიდეც. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი არის ქმნილება, რომელიც მიღებულია სულისა და სხეულის ნაერთის გამთლიანებით და მისი სიცოცხლე სწორედ ამ ორის ერთობის სიმყარეზე დგას. რადგან თუ კი მათი განცალკავება მოხდება, ადამიანი ვეღარ აგრძელებს ამ ქვეყნად არსებობას. ამიტომ საკითხავი სწორედ ეს არის. რა არის ის, რაც უზრუნველყოფს სულისა და სხეულის ერთიანობის სიმყარეს? ან და უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა იწვევს სიკვდილის მდგომარეობის დადგომას ადამიანში? რომელი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებით სხვადასხვა სახეობრივია თითოეულ ადამიანში, მაგრამ რაც შეეხება მიზეზთა აღწვრის საფუძველს, ის კი ყოველი მათგანისათვის ერთი და იგივეა და არის 154,000 რიცხვის შესრულება. საყოველთაოდ ცნობილი ცოდნა ის, რომ ადამიანი გონიერი არსებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისმიერი ქმედება გრძნობების აღძვრის შედეგად გამოწვეული სურვილების აღსრულებას ექვემდებარება, რასაც ჩვენ მიზნებს უწოდებთ. დიახ, ასეა, სწორედ ის გრძნობებია იმ განკარგულების გამცემი ძალა, რომლის საფუძველზეც ადამიანს უჩნდება ამა თუ იმ ქმედების ჩადენის სურვილი და მის შესრულებას კი შეძლების დაგვარად ახდენს. ეს სიტყვიერი სახეობრივი ფორმით იქნება თუ ხელისმიერი ქმედებით. რაც შეეხება გრძნობების სახეობას, ის ორგვარია მხოლოდ და მისი წარმართვაც ხდება ორი ურთიერთსაპირისპირო ძალის, სიყვარულისა და სიძულვილის მიერ. ამ ორი გრძნობის შესახებ იმის თქმა მსურს, რომ სიყვარულის ძალა ტრფელია, ხოლო სიძულვილი კი შენიღბული არის იმ ეგოიზმით, რომელიც ადამიანებს ძალიან ხშირად სიყვარულის გრძნობაში ერევათ. რაც ასე არ მოხდებოდა, ჯერონათ რომ ყოფილიყვენ გარკვეული იმ თვისებებში, რომელიც თითოეულ გრძნობას სათავისოდ ახასიათებს და სწორედ მათი გააქტიურებით ხდება კიდეც მათი არსებობის შენარჩუნება. ახლა კი სწორედ იმაზე უნდა მოგახსენოთ, თუ რას წარმოადგენენ ეს თვისებები და რა კავშირია მათსა და იმ ცნებებს შორის, რომელთა დაცვაც შემქმნელმა დაუწესა ქმნილებას. საქმე კი აი რაში მდგომარეობს. 144,000 რაოდენობის სიცრუის თქმა ადამიანში წარმოშობს თაღლითობის უნარს. 144,000 აყვანილი კვადრატში რაოდენობის სიცრუის თქმა ან 144,000 თაღლითობის ქმედების ჩადენა კი ქურდობის უნარს. 144,000 აყვანილი კუბში რაოდენობის სიცრუის თქმა ან 144,000 ქურდობის ქმედების ჩადენა წარმოშობს მრუშობის უნარს. ხოლო 144,000 აყვანილი მეოთხე ხარისხში რაოდენობის სიცრუის თქმა ან 144,000 მრუშობის ჩადენა კი მკვლელობის უნარს.
154,000 აყვანილი მეხუთე ხარისხში რაოდენობის სიცრუის თქმა ან 154,000 მკვლელობის ჩადენა წარმოშობს მშობლებისადმი უპატივცემულობის უნარს, ხოლო 154,000 აყვანილი მეექვსე ხარისხში რაოდენობის სიცრუის თქმა ან და 154,000 მშობლების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქმედების ჩადენა კი მოყვასის მიმართ სიძულვილის უნარს. 154,000 აყვანილი მეშვიდე ხარისხში რაოდენობის სიცრუის თქმა ან 154,000 მოყვასის მიმართ სიძულვილის გრძნობის ნიადაგზე ჩადენილი ქმედება კი წარმოშობს უღმრთობის უნარს და მის გამომხატველ კაცთმოძულეობის გრძნობას. რაც შეეხება წარმოდგენილი მცნებების დაცვას. ანალოგიური რაოდენობის შესაბამისად იძლევა უანგარობის, ერთგულების, გულწრფელობის, სიმართლის მოყვარეობისა და სამართლიანობის, სიმამაცის, გულმოწყალების, სინდისისა და პატიოსნების, მშობლებისადმი პატივისცემის, მოყვასისადმი სიყვარულის, კაცთმოყვარეობის გრძნობისა და ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის არსებობის უნარს. როგორც ეს არაერთხელ მithქვამს, სული კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებაში მყოფი ველია და საიმისოდ, რომ ან სხეულში სრულყოფილად იფუნქციონიროს, სჭირდება კოსმოსთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება. რისთვისაც სხეულს სჭირდება საიმისოდ საჭირო ენერგიის გამომუშავება, რითაც უნდა უზრუნველყოს იმ მიზიდულობის ძალის შენარჩუნება, რომლითაც მან შეძლო სულის კოსმოსიდან მოზიდვა. როგორც ცნობილია, სულის მოზიდვას ახალშობილი სხეული ახერხებს და მას კი ეს იმიტომ შეუძლია, რომ უცოდველია. ხოლო შემდეგ კი ცოდვების ჩადენის შესატყვისად სულის ფუნქციონირება იბლოკება ნაწილ-ნაწილ და ეს კი ადამიანის ბედისა და სხეულის ჯანმრთელობის მხრივად წარმოშობს პრობლემებს და ამასთანავე იწვევს დაბერების პროცესსაც. აი აქ კი გთხოვთ ყურადღებას, რადგან უნდა გაცნობოთ მეტად მნიშვნელოვანი რამ. ალბათ მისახვედრია ის, რომ იმდენი სიცრუის ან სიმართლის თქმას, ან და იმ მოცულობის ქმედებების ჩადენის შემძლეობას, რომელთა რაოდენობაც 154,000 რიცხვის ხარისხებში აყვანით გამოისახება და იწვევს უნარსა და თვისებათა ჩამოყალიბებას, ვერ ეყოფა ადამიანური ერთი სასიცოცხლო პერიოდი. ამიტომაც სწორედ მისთვის იქნა დაარსებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, რომლის მიზანიც არის ის, რომ ცნებათა დაცვის შედეგად გამყარებული კეთილი გრძნობების მქონე გენის გამოსხდა მოხდეს, რომელიც ღვთიურ გენად არის წოდებული ბიბლიაში და სწორედ მის სასრულ სტადიაში მიყვანის დროში იმყოფება ამჟამად კაცობრიობა. ცხადია, არ არის იმის მიხვედრა ძნელი, რომ ეს პროცესი ვერ წარმართებოდა თავისუფალი ნების უფლების დაშვების გარეშე და ამიტომაც ცოდვების ჩადენის შედეგად გამყარებული ბოროტი გრძნობების მქონე გენიც იარსებებდა, რაც ასე მოხდა კიდეც. როგორც უკვე მოგახსენეთ, ცოდვების ჩადენის, ანუ მცნებათა არდაცვის შესაბამისად, სხეული ვერ უზრუნველყოფს იმ ენერგიის გამომუშავებას, რომ სულის მიზიდულობა სათანადო დონემდე იქნას დაცული. მაგრამ მისი შენარჩუნება რომ მოხდეს სხეულში, საამისოდ შემქმნელის მიერ არის დაშვებული იმის შემცლელობა, რომ სულის ფუნქციონირება ნაწილობრივ დაიბლოკოს და მისი კოსმოსთან კავშირიც პირდაპირიდან ირიბზე გადავიდეს. რაც ხორციელდება იმ კეთილი თვისებების მქონე პიროვნებების ხარჯზე, რომელთაც თუნებასაც შეძლებენ ბოროტი თვისებების მქონენი და ცოდვას ჩაადენინებენ. უფრო სხვაგვარად რომ თქვა, არსებობენ ენერგოდონორები და ენერგორეციპიენტები. და ენერგორეციპიენტთა არსებობაც განპირობებულია ენერგოდონორთა მიერ კანონთა დაცვის დამსახურებით მიღებული კოსმიური სასიცოცხლოს ენერგიის ხარჯზე, რისი გაცემის რაოდენობაც დამოკიდებულია ენერგორეციპიენტთაგან ენერგოდონორების თუნებით ჩადენილ ცოდვებზე. კვლავ გთხოვთ ყურადღებას, მას შესაბამი მდგომარეობა შემდეგშია. არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: ენერგოდონორები, რომლებიც კოსმოსიდან იღებენ სასიცოცხლო ენერგიას, იმიტომ რომ ცნებებს იცავენ და რაც მათ აძლევს იმის ძალას, რომ სხეულსა და სულს შორის მიზიდულობა შენარჩუნებული იქნას. და ამასთანავე არსებობენ ენერგორეციპიენტები, რომელთა სიცოცხლეც განპირობებულია ენერგოდონორებისაგან მიღებული სასიცოცხლო ენერგიით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ სასიცოცხლო ენერგიის გაცემაც და მიღებაც ექვემდებარება დაწესებულ კანონს მხოლოდ და გამოიხატება იმაში, რომ ენერგოდონორისაგან მისი გაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცდუნდება და ცოდვას ჩაიდეს. რადგან ცოდვა რომ არ ჩაედინა, რა რაოდენობაც ერგებოდა, ის მას მიეცემოდა,
ხოლო ცოდვის ჩადენის სანაცვლოდ კი შესაბამისი წილი აკლდება და მცდუნებელს ეძრება. ამასთანავე დაშვებულია ისიც, რომ თუ ენერგოდონორს უყვარს ენერგორეციპიენტი, იგი საკუთარი სიყვარულის ხარჯზე გასცემს მისთვის სასიცოცხლო ენერგიას და აცოცხლებს მას. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რაც არაერთხელ მithქვამს და არის ის, რომ კოსმიური სასიცოცხლო ენერგია მარტო სიცოცხლის მიმცემი როდია ადამიანისათვის. არამედ სამყარული კანონზომიერება, რომელიც ენერგიას მატერიად გარდაქმნის, მას წარმოადგენს ისეთი ფაქტობრივი სახით, როგორიცაა ჯანმრთელობა, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება და მატერიალური ქონების მიღება. ალბათ უკვე მისახვედრია, თუ რა იქნება თითოეული მხარის მიზანი და ცხადია, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივისა იქნებიან. ენერგოდონორებს სიმშვიდეში ყოფნა და მშვიდობა სურთ, ხოლო ენერგორეციპიენტებს კი პირიქით, დაძაბული და საბრძოლო სიტუაციების შექმნა, რადგან მღელვარე მდგომარეობაში ყოფნა ბევრ შეცდომებს აშვებიებს ადამიანებს. ცოდვების ჩადენა რა უნარებსაც არ ვითარებს, უკვე მოგახსენეთ. მაგრამ ეს უნარები ხომ იმ თვისებებსაც შესძენს პიროვნებებს, როგორიც არის ნიღბის მორგება, ფარისევლობა, ამბიციურობა, ამპარტავნება და მსგავსი რამ. ამიტომაც მათი გამოცნობა უჭირთ ადამიანებს და ადვილად ეგებიან მათგან დაგებულ მახეებში. ამასთანავე მინდა გაცნობოთ ისიც, რომ ეს სამყარო კანონზომიერულად განიგება და ვერავინ და ვერაფერი შეცვლის იმას, რაც შემქმნელის მიერ არის დადგენილი წესად. ენერგიის მიღებასა და გაცემაშიც არის დაწესებული კანონზომიერება და ის შემდეგია. კოსმოსიდან ენერგიას იღებს ის, ვინც ძალოვანი ენერგოდონორია და შემდეგ კი მისგან ენერგიას იღებენ მის ძალასთან შედარებით დაფალ საფეხურზე მდგომი დონორები, რომელთაც ცოდვის წილის შესატყვის ენერგიას თავთავიანთი მაცდუნებელი ენერგორეციპიენტები ართმევენ და ამით არსებობენ კიდეც. ცხადია, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ღვთიური გენის მქონე პიროვნება, რომელიც მფლობელია კეთილი უნარებისა და თვისებების, არ დაუშვებს იმას, რომ შეგნებულად ცოდვა ჩაიდინოს. მაგრამ თუ კი მას სიცრუეს სიმართლედ წარმოუდგენენ და ისიც ირწმუნებს, მაშინ რა თქმა უნდა ის წესად დაიდებს მას და დაიცავს კიდეც. რაც შეეხება პირადულ და პროფესიულ საქმიანობას, იქ სიცრუის სიმართლით გასაღება სჭირს, რადგან ასე თუ ისე ადამიანებს შეუძლიათ მისი გამოცნობა, მაგრამ რაც შეეხება ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის მქონეობას, აი აქ კი შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის შეცდომაში შეყვანა. და სწორედაც საამისოდ შეაქმნევინა სატანამ თავის ძალოვანებს რელიგიები და რელიგიური სექტები, რომელთაც მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ადამიანთა გრძნობების გადაგვარებაში და რაც კი რამ უბედურება ხდება კაცობრიობის თავს, მათში უდიდესი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით. რაც შეეხება ამჟამინდელ დროს, მოკლედ ვიტყვი მის შესახებ. რადგან დაკონკრეტებულად ყოველივე უკვე წარმოდგენილი მაქვს საქვეყნოდ გაცხადებულად და ვისაც სურს მისი გაცნობა, თავისუფლად შეუძლია. ხე ნაყოფით შეიცნობაო, ამბობს კანონი და იმასაც ამბობს, რომ კარგი ხე ცუდ ნაყოფს ვერ გამოიღებს და პირიქით. რაც შეეხება ნაყოფობას, ყველა კარგად ხედავთ, რაც სახეზეა. ადამიანებს შორის კაცთმოძულეობის გრძნობა იმ დონეზე არის მისული, რომ უკვე დიდმასშტაბიანი ომების წარმოშობაც კი გამოიწვია. ამასთანავე არც ის დაივიწყოთ, რომ სადაც ჯერ კიდევ ომამდე არ მისულა საქმე, იქ რა ხდება. ადამიანები ერთმანეთის ლანძღვაგინებაზე, თემატყეპაზე და ერთმანეთის მოკლაზეც კი არიან გადასულები. სატრანსპორტო თუ საყოფაცხოვრებო ავარიებმაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს გაჩენილი თითქმის ყველას და რაც უკვე აგვირგვინებს სიტუაციას, ეს კი ის კლიმატური კატასტროფებია, რომელთა სიმძლავრეცა და სიხშირეც სწრაფად იზრდება და თუ არ მოხდა მათი შეჩერება, ძეხორციელი ვერ გადაურჩება მათ ძალას. ყოველივე ეს რაც ჩამოვთვალე, ნაყოფია იმ უვარგისი ხისა, რომელიც ამჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობა და მას კი ამის ძალა იმიტომ შესწევს, რომ დედამიწური გარემოს მიმართ ნაბოძები აქვს ხელმწიფების უნარი. ბიბლია იუწყება იმას, რომ წყლით წარღვნა ურჯულოთა გამო მოხდა და ამჟამინდელზე კი ამბობს, რომ ცეცხლით წარღვნას ექნება ადგილი. თუმცა ამაში მხოლოდ ხანძრის ცეცხლი არ მოიაზრება, არამედ ადამიანთათვის ნაკლებად ცნობილი დაუნთებელი ცეცხლიც, რასაც ეგრეთ წოდებული სატანური ცეცხლი ჰქვია. რაც ყოველივე იმიტომ ხდება, რომ ღმერთს თავისი ქმნილება გასანადგურებლად არ შეუქმნია, მაგრამ თავად ქმნილებამ შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ საჭირო გახდა გადამწყვეტი ზომების მიღება. რადგან თუ კი არ მოხდება სარეველის მოშორება ნაყოფის გამომღები ხისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხეთს დაიღუპება და მისით არსებული სარეველად.
ამიტომ ვინც გონს მოეგება და ინებებს მხილებული ჭეშმარიტების შეცნობას. შემდეგ კი მიღებული ცოდნის გამოყენებით გამოარკვევს თუ რა ცოდვები აქვს ჩადენილი, მოინანიებს მათ და დაადგება სწორ გზას, ის გადაურჩება მიმდინარე მოვლენებს. ხოლო ვინც ძველებურად გააგრძელებს, რა თქმა უნდა ნება მისია, მაგრამ ღმერთისაგან პასუხის მიღება უკვე აღარ დაუღომდება და მერწმუნეთ რომ ვერანაირად ვერ იქნება მისთვის სასურველი შედეგი. ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა მის საარსებოდ დადგენილი დროის ბოლო ჟამშია, ამიტომ ყოველი პიროვნება უკვე არის მისული 154,000 რიცხვის ინდივიდუალურად დადგენილი ზღურული დონის შესრულების სტადიამდე და ამასთანავე პასუხისმგებელიც არის თავისი არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლეზეც. ხოლო რიცხვის შესრულებისთანავე დაუყოვნებლივ ხდება მიზეზს და აღზრდა და მათ შედეგად კი ფაქტობრივად აღსრულება. ამიტომ მეტი გზა აღარ არსებობს. ან მონანიებით უნდა მოხდეს ამ ზღვრიდან მობრუნება და სასიცოცხლო გზაზე გადასვლა და ან და ამ ქვეყნიური სიცოცხლის გაგრძელება ვეღარ მოხდება. მე კი გაფრთხილებთ, რადგან ჩემი წმიდა და წმიდა მოვალეობაა, გაფრთხილებაც და გამოსავალი საპოვნელად საჭირო ცოდნის გაცხადება, რასაც ვასრულებ კიდეც. დანარჩენი კი თქვენი ნება. ახლა კი გემშვიდობებით და ალბათ უკვე ახალ ეპოქაში შეხვედრამდე.